ფენოვან ცომში შევახვევ შინდის მურაბას, ყავისფერი შაქრით გავუკეთებ კარამელიზირებას და გამოვაცხობ ღუმელში. ჩეხებისთვის ყველაზე საყვარელი ხრაშუნა დესერტი. ვიწყებ ფენოვანი ცომის მომზადებას. მაგრამ საფუართან ერთად, რომ უფრო ფუმფულა გამოვიდეს ფუნთუშები. 10 გრამი საფუარი, 1 სუფრის კოვზი შაქარი, რომ სწრაფად გააქტიურდეს საფუარი და თბილი წყალი 200 მილილიტრი. კარგად მოურიოთ, რომ სწრაფად გაიხსნას საფუარი წყალში. დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი ძმარი, რომ უფრო პრიალა იყოს ცომი და ფქვილი 500 გრამი. მოვზილოთ მაგარი ცომი. ამ ცომის რეცეპტი გავს კრუასანის ცომის რეცეპტს, რადგანაც ფენოვან ცომში ვამატებთ საფუარს, რომ უფრო ფუმფულა და მაღალი გამოვიდეს ფუნთუშები. ეხლა დაფაზეც კარგად გადავზილოთ. ცომი მზად არის. დავასვენოთ 15 წუთით და შემდეგ უკვე გავაფრთხილოთ. გავიყვანოთ ცომი. და გადავუსვათ 100 გრამი მარგარინი. და გადავკეცოთ ცომი. შევუკრათ პირი. გავიყვანოთ ოდნავ სიგრძეზე და გადავკეცოთ. და შემდეგ მეორე მხარეც გადმოვადოთ. პლასტიკში შევახვიოთ და შევინახოთ მაცივარში 9 საათით. გავაფრთხილოთ ცომი კიდევ ერთხელ, გავიყვანოთ სიგრძეზე და გადავკეცოთ. ჯერ ერთ მხარეს, შემდეგ მეორე მხარეს, აი ესე ერთმანეთს მივადოთ და კიდევ ერთხელ შუაში გადავკეცოთ. გავახვიოთ ისევ პლასტიკში. და შევინახოთ მაცივარში 9 საათით. გავიყვანოთ ოდნავ. ბოლოჯერ გადავკეცოთ ცომი. გადავახვიოთ ისევ პლასტიკში. და ბოლოჯერ ვდებთ მაცივარში ისევ 9 საათით. ცომი მზადაა გამოსაცხობად. ფქვილი. ორად გავჭრათ ცომი. მართკუთხედ ფორმაზე გავიყვანოთ ცომი. აი ფენოვან ცომს ესეთი ბუშტები, როდესაც უჩნდება, ესე იგი ნამდვილად კარგი გამოვა. ცომი მზად არის, ამაზე თხელი არ უნდა იყოს, დაახლოებით
2 მმ სისქის და სიგრძეზე აი ესე ჩამოვჭრათ ცომი. ეხლა სათითაოდ ჩაუდოთ, ეს არის შინდის მურაბა. ამოვარჩიე მთლიანი შინდები, შეგიძლიათ ნებისმიერი ხილის მურაბა გამოიყენოთ. აი ესე დავალაგოთ ცომზე ზემოდან. ცოტა დაშორებით ერთმანეთისგან. გადავახვიოთ. ყვავილივით და გადავიტანოთ გამოსაცხო ფირფიტაზე. და ბოლოს კვერცხის გული ძალიან თხლად გადავუსვათ ცომს ზემოდან. ამ შემთხვევაში კვერცხის გული მჭირდება იმისთვის, რომ როდესაც მოვაყრი ყავისფერ შაქარს, კარგად დაეკრას ცომზე და შემდეგ კარამელიზირება მოხდეს ცომის ცხობისას. ყავისფერი შაქარი, რომელსაც ისედაც მოკარამელო არომატი აქვს. საკმარისია, ვაცხობთ. ორასი გრადუსი, 15 წუთი. ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორც მინდოდა. კარამელიზირებული ფენოვანი ცომი, შინდის მურაბა, რომელმაც თავისი წვენი და არომატი გაუშვა და რა თქმა უნდა, ხრაშუნა ფენოვანი ცომი. ყავისფერმა შაქარმა თავის ფუნქცია შეასრულა, ფერიც უფრო მუქი გაუხადა ცომს და არომატიც კარამელისა აქვს. უნდა გავსინჯო. გორი ხრაშუნა არის ცომი. ხრაშუნა და ძალიან გემრიელი.